გამარჯობათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც რეგულარულად მიყურებთ, ან მე არ მიყურებთ. მოკლედ დღეს არის ასე ვთქვათ, მორიგი განხილვა, რომელსაც წერ და ეს განხილვა არის პირველი ლიგის რა. განხილვა რა თამაში უფრო მეტად და განხილვა პარალელურად რაც გამო მე ვარ შენიშვნები რაც მექნება და ასე შემდეგ თუ რამე მაქვს ხოლმე შევეცდები კიდევ ერთხელ ვითამაშო, რავი განტვირთვა და რაღაც ასეთი სასარგებლო ერთდროულად გამოვიდეს. ახლა დღეს მეორე ტური პირველი ლიგის ჩატარდა, პირველი და მეორე ლიგის ჩატარდა დღეს არის 26 ოქტომბერი. და 26 ოქტომბერს ჩატარდა პირველი და მეორე ლიგა და შევეცდები მე დღეს პირველი ლიგის პაკეტი ვითამაშო. მეორე ლიგა როგორც ჩანს საკმაოდ მარტივი იყო, შედეგებს რო გადავხედე. ახლა არ მინდა ვთქვა, რომ საინტერესო არ იქნება ჩემთვის რო ვითამაშო, მაგრამ ალბათ პირველი ლიგა ჯობებს რა თან მგონია რომ საინტერესო პაკეტი იქნება. ხო, ვინც პირველად მიყურებთ და არ იცით რას ვაკეთებ, უბრალოდ ძალიან პატარა ჰობი რომ რასად როდის პაკეტები, რომლებიც არ მაქვს ნათამაშები, ვცდილობ ვითამაშო და მეტი არაფერი ხო, ვცდილობ ვითამაშო და შემდეგ ამით ვიდეოებს twirთავ YouTube-ზე რა. ნახოთ დღეს რა გამოვა. როგორი პაკეტი იყო ლიგაში, ჩემო მეგობრებმა გამიგზავნეს, მითხრეს რომ პასუხები გადათეთრებულია. ეხლა რო არ იყოს გადათეთრებული, საინტერესო იქნება, მაგრამ მგონია რომ იქნება. და რავი, ნახოთ, შევახფასოთ ამ პაკეტის სიცხარე, ასე ვთქვათ, რამდენად ასე ვთქვათ საინტერესო და კარგი სათამაშო იქნება. მგონია რომ კარგი სათამაშო იქნება რა. იმიტომ რომ პერსპექტიული ავტორები ყავს ამ პაკეტს, როგორც ვიცი. ხო, მოკლედ პირველი ლიგა, ბოდიშით პირველი ლიგა ავტორედაქტორები ზურავა შალომიძე და ლუკა ლომსაძე. პაკეტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის ავტორები მადლობას უხდიან გიორგი გვეტაძეს, ცოტნე გუჩვას, მამუკა გიღურაძეს, ნინო ფერაძეს და თორნიკე ჯანგველაძეს. კარგმა ხალხმა დადეს და კარგმა ხალხმა გააკეთა პაკეტი და მოდი ვნახოთ ჩვენ რა გამოგვივა, როგორ ვითამაშებ რა. დავიწყოთ. ევროვიზია ხშირად ასახავს იმ განწყობას, რომელიც ამა თუ იმ პერიოდის ევროპულ საზოგადოებაში სუფევს. 1990 წლის ევროვიზიაზე ავსტრია წარსდგა სიმღერით სახელად აღარ არსებობს თვალის ბნელი მხარე. აღადგინეთ წინადადებაში სამი სიტყვით შეცვლილი სხვა ერთი სიტყვა. კი ბატონო, აქ სავარაუდოდ პასუხი არის კედელი. აღარ არსებობს თვალის ბნელი მხარე, Dark Side of the Moon არის Pink Floyd-ის ცნობილი ალბომი და მეორე სხვა ცნობილი ალბომით შეცვალეს. ეს ხაუნ კედელიც გონი ერთ-ერთი ალბომის სახელი Pink Floyd-ის. და მეტი რა შეიძლება ითქვას 1990 წელს საბჭოთა კავშირი და როდის დაიშალა 91-ში ხან პრინციპში ცივი ომი დასასრულს უახლოვდება და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთი კონცერნი მაქვს, რომ ავსტრია რა შუაშია, მაინც ავსტრია რატო წარსდგა, მგონი უშუალოდ ჩართული არც ერთი მასში არ ყოფილა რა. მაგრამ ძალიან იგრძნობა რომ წესით კედელი უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი. ოკეი, საინტერესოა რა. მოდი გავაჩერებ და დავფიქსირებ და მერე ვიტყვი. ოკეი, აქ რა უნდა ვქნა რომ პასუხი გამოჩნდეს. უბრალოდ თვითონ მომიშნა. ოკეი. კედელი კომენტარი. ხო იწერება, ნახო კი იწერება. კედელში კედელი ნამდვილად და ოკეი. სხვა ქვეყნებში შეხვდებით. ავსტრია ოკეი, გასაგებია მე ვერ მიხდი.
ზოგადად მეგონა რომ ის აღარ არსებობს რკინის ფარდა და ზოგადად კედელი სამყაროებს შორის, მაგრამ თურმე უფრო კონკრეტულ ბერლინის კედელზე ყოფილა საუბარი. ეს ასეა თუ ისე საინტერესოა. პირველი კითხვა როგორც ადრე ვამბობდი, ხოლმე რომ ხშირად იწყება რაღაც რო გამხსნელი რაღაც აქ არასტანდარტული მიდგომა ერთგვარად გამოყენებული, რომ არანაირი პირველი მას არ უკავშირდება. მარტივი კითხვით დაიწყო ეგეც როგორც წესი, კარგია თუ ისეთი კითხვით დაიწყება, რომელიც საწვევი გუნდი აიღებს და ასე თქვათ ფორმაში შეუდნენ ამ კითხვით, ამიტომ ნახოთ სხვა კითხვები რომ როგორი იყო და ჯობდათ ვარ სხვა კითხვით დაწყება. მეორე შეკითხვა. times ახალ ჰებრიდებზე მდებარე კოლონიაში მმართველობის სისტემა იმდენად აბსურდული იყო, რომ ადამიანს შეეძლო აერჩია თუსად წასულიყო. უკვეთესი კვების მქონე ფრანგულ თუ უფრო კომფორტულ ბრიტანულ X-ში, ცნობილი ქართულ ანალოგში X-ის ადგილას ცნობილი თამაშის ქართულ ანალოგში X-ის ადგილას საჯარიმო სადგომი იკავებს. X-ის ადგილას საჯარიმო სადგომი იკავებს. სადგომი დაასახელეთ X. ცნობილი თამაშის ქართულ ანალოგში X-ის ადგილას საჯარიმო სადგომი იკავებს. მეორე ნაწილს ვერ ხვდებით სიმართლე გითხრა. რახან კოლონია ეს ახალი ჰებრიდებიც არ ვიცი სად არის. დიდად არ ვიცი რამე უნდა მომწეს თუ არა. მგონია რომ რახან უბრალოდ უკეთესი კვების. მგონია რომ რახან აბსურდული მმართველობა ციხე უნდა იყოს რა. ნუ გაპატიმრებენ და იცი რომ ციხეში წახვალ იმდენად აბსურდულია. ეგ თავიდან ეგ აზრი მომივიდა და ვერ ვიშალებ რატომღაც რა. და ქართული რომელი ცნობილი ქართული ზომბი თამაშის ქართულ ანალოგში საჯარიმო სადგომი შეიძლება რაღაც იმაზე იყოს რომ სადღაც გატყვევებენ და უნდა გადახვიდე. თამაშს ვერ ხვდები და ვერც ახალ ჰებრიდებს, მაგრამ რატომაც ციხე მგონია. ციხეს დავაფიქსირებ, შეიძლება არ გამორიცხარო სწორი პასუხი სხვა რამე იყოს. ოკეი, ციხე, ახლა კომენტარი ვნახოთ რა. ციხე რა შუაშია. კომენტარი დავნაშავე, ოკეი, როგორც თქვი. ერთგან უკეთესია კვება, უფრო განწყო მონოპოლია. Times არ მინდა time. ოკეი, ციხე, მონოპოლია არც ვიცი. წესები სიმართლე გითხრათ, რაღაცები ძალიან მარტივი რაღაცები არ ვიცი. მე მონოპოლია როგორი თამაშება და რა წესები აქვს არ ვიცი. ვიცი რომ თამაშია და ფულზეა რა. ფულზე თუ თამაში მოდის და რაღაც მონოპოლიას რო დაწერ 50%-ზე მეტია შანსი რომ ეგ იყოს სწორი პასუხი რა. ეგეთი მარტივი ის არის დედუქცია თუ ინდუქცია არასადროდისში. ხო, მონოპოლია მენეჯერში შეიძლება, ხო, არ ვიცი, მონოპოლია არ ვიცი. კოლონიაც სახელი და დაფეში არ გეხმარება, მაგრამ კოლონიებს გახალხარ იმაზე, რომ რაღაც ის არის რა, კოლონიებში როგორც წესი უფრო ის ხშირად იყო ხოლმე ეგეთი საპატიმრო დაწესებულებები, ამიტომ მოკლედ რა. ნორმალური კითხვა ცოტა შემოკლება შეიძლება და კი ბატონო, დავსვეტოთ ტაიმერი. ახალი წელთაღრიცხვის 254 წელს ჩრდილოეთიდან წამოსული გოთები კიდევ უფრო სამხრეთით გადაადგილებას და რეგიონის გაძარცვას გეგმავდნენ. ისტორიკოს დექსიპუსის თანახმად გოთები ადგილობრივების მცირე არმიამ შეაჩერა. დასახელეთ თუ სად. ოკეი, ნუ ჩრდილოეთით წამოვიდნენ და რომი აიღეს, უფრო სამხრეთით წამოვიდნენ რა. უფრო სამხრეთით წამოვიდნენ, სავარაუდოდ სამხრეთით კიდევ იტალიის სამხრეთით. ან ძალიან სამხრეთ იტალიაში. ოკეი.
მგონია რომ არ იქნება ძალიან მარტივია და მცირე არმიამ რაღაც დიდი არმია შეაჩერა. აი ეგეთი არის ალბათ თერმოპილე. თერმოპილემ თლად ბოლომდე არ შეაჩერა, რაღაც პერიოდი ხო შეაკავა მაინც. და გოდექსიპუსიც არ ვიცი, ნებისმიერ ლათინურ სახეს გავს და შეიძლება მაგაზე გააკეთა ალუზია. რა უფრო სამხრეთით საბერძნეთი ნორმალურია, რომ კიდევ უფრო სამხრეთ ევროპაში ჩამოსულიყვნენ და იქ შეეჩერებინათ. მაგრამ შეიძლება გიბრალტარის ხო არაპირებდნენ გადასვლას და აფრიკაში, მაგრამ აფრიკაში წესით არ იქნებოდა რა ეგრე შორს. გავიდა დრო და დავაფიქსირებ თერმოპილეს, რომელიც არც ვეაფრით ვერ ვადასტურებ ამას რა. რომ თერმოპილე შეიძლება იყოს. ოკეი. გამიხარდა. კარგი კითხვა, ხო აქ წესით უნდა იფიქროთ, რომ გოთები ამ პერიოდში წესით რომს ებრძოდნენ და რომის და იტალიის კიდევ უფრო სამხრეთით სად შეიძლება ყოფილიყო. და გოთები შეაჩერეს ისე როგორც თერმოპილეში გარკვეული პერიოდით ლეონიდასმა შეაჩერა ვისი ქსერქსეს ხო თუ დარიუსის რომელიღაც არმია. ისტორიაც საკმაოდ ცუდად ვიცი, როგორც სხვა ბევრი რამ. ოკეი. ეს კარგი კითხვა, ეს მომეწონა ამ სამიდან ყველაზე მეტად ჯერჯერობით ეს მომეწონა, მგონია უკეთესებიც იქნება. რა ხო რომ მარტივი გამართული კითხვა. ოკეი. მგლები კარგი მონადირეები არიან და თავიანთ ეკოლოგიურ გარემოში დომინირებენ. ერთი ანთროპოლოგი წერს, რომ მგლები აფრიკაში მიოცენის ეპოქაში რომ განსახლებულიყვნენ, ადამიანის პრიმატები ვერ შეძლებდნენ ილუზიებიდან გამოსვლას. ილუზიებიდან რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ სხვა ორი სიტყვით წინადადებაში. გასაგებია, რომ ილუზიებიდან გამოსვლას ვერ შეძლებდნენ, არის შეცვლილი, მაგრამ რითი რა. მგლები რო ყოფილიყვნენ ადამიანის წინა მიოცენის პერიოდში, ილუზიებიდან წელში გამართვას. ადამიანის წინაპარი პრიმატები ვერ შეძლებდნენ ილუზიებიდან გამოსვლა მგონია, რომ რაღაც ის არის რა, დაუშვათ, რომ ფრაზეოლოგიზმი, რომელიც აღნიშნავს ილუზიებიდან გამოსვლას და ამ წინადადებაში ჩდება. მაგალითად, ხიდან ჩამოსვლას, მაიმუნები იყვნენ ან რაღაც რა, ჯოხის ხეში აღებას. პრიმატები გასაგებია, რაღაც, ანუ დომინირებდნენ და ისინი ვერ გააკეთებდნენ, მგლები იყვნენ მიწაზე, რაღაც ცვილი ვერ ხვდები რაღაც კარგი ჩანს, მაგრამ არ ყოფნის ახლა ის ილუზიებიდან გამოსვლა რა არის, ილუზიები რო გეუბნები ილუზიებიდან გამოდიან რა უნდა გააკეთო. ილუზიები აფრიკაში ხო, ან მაიმუნები რას ვერ შეძლებდნენ. ამან დავფიქსირებ, რომ ხიდან ჩამოსვლას არ მომწონს. აშკარად ჩანს, რომ რაღაც ფრაზეოლოგიზმი უნდა იყოს თითქოს. მიწაზე დაშვებას. მიწაზე დაშვებას. ოკეი. ვნახოთ. მიწაზე დაეშვი, ხო, ილუზიებიდან გამიწაზე დაეშვი. ვერ დადგებოდნენ ორფეხს მიწაზე დაშვება. ამას კითხვის ნიშნით ჩავიტვლე მაინც, რადგან იგივე იდეა იგივეა, რომ ხო მიწაზე ვერ ჩამოვიდოდნენ. მომეწონა, ანუ ეს ცვლილება მომეწონა, მაგრამ აქ რაც არ მომწონს, რომ ამის გარდა, ანუ ეს სხვა ლოგიკური ვერსია რომ მოვიგივიდეს, მისიც ჩდება რა, ხიდან ჩამოსვლას და რაღაცას რაც უკავშირდება და არავრი აუცილებელი, ეს კარგია, რომ ილუზიებიდან გამოსვლა რაღაცაზე მიანიშნებს, მაგრამ მყარი ფილტრი არ არის რა. ამიტომ ხო
კარგი კითხვა, უბრალოდ ცოტა მეტი ფილტრი აჭობებდა, ასე მგონია რა. ახლა მე რაც დავემართა ალბათ რამდენიმე გუნდს დაემართებოდა უშუალოდ თამაშიც, ასე მგონია. Open mind. აი გავგრძელოთ. თქვენ დაგირიგდათ წარწერა ჯიმ კრამერის გადაცემის ბანერიდან. გადაცემაში კრამერი აღნიშნავს, რომ ახალი ინდუსტრიული რევოლუცია მალე დადგება და ამ ყველაფერში მთავარ როლს ერთი კომპანია შეასრულებს. წინადადების ბანერზე არსებულ წარწერაში ერთ სიტყვას ჩვენ არიოსო ჩამოაკელით. ხადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ფორმით. ერთ სიტყვას არიოსო ჩამოაკელით. ოკეი. ხო, იმიტომ მკითხულობდი ესე ცუდად რომ თამფიქრობდი და ფაქტიეთ წარწერა დაგირიგდათ. ხო, ახალი ინდუსტრიული რევოლუცია საავადმყოფო 21 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციას გულისხმობს და ამ პერიოდს რაც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული როგორც წესი. ალბათ OpenAI მიგულისხმება აქ რომ და AI არის keep OpenAI mind. მეტი სხვა შეიძლება იყოს აქ პრინციპში არც არაფერი. თორე DeepMind შეიძლება, ის DeepMind ხო ის არის. AlphaGo და რაღაც მის შემქმნელი, AlphaZero შემქმნელი. 200 ფილტრავს მაგას რა 4 არ დაწერო რა. მარტივი არითმეტიკა თუ იცით ესეთ მაგას მარტივად მიხვდები. მოდი უბრალოდ AI-ს დავაფიქსირებ აქ. ხო, კი ბატონო. აქ ნორმალური კითხვა უბრალოდ აქ კითხვის ის არის რომ ახალი ინდუსტრიული რევოლუცია უბრალოდ მიხვდი რას გულისხმობს ან მე თუ მიხვდები დანარჩენი მარტივია ყველაფერი რა ისედაც ყოველი მეორე ნიუსი OpenAI-ზე და იმასია რა. მშვენიერი თანამედროვე მათემატიკაც საჭიროა რა ასე მგონია. კომენტარსაც გადავხედავ ერთი. Okay, AI ბაბლი რეალურია. კი ბატონო, შეიძლება არა. რენარი ფრანგული იგავების პერსონაჟია, რომელიც ეშმაკობით და ცფიერებით გამოირჩევა. დროთა განმავლობაში რენარი კუდის აღნიშნული სიტყვა გახდა. დაწერეთ სიტყვა, რომელიც წინადადებაში სხვა სიტყვით შევცვალეთ. ცნაური კითხვა, იმიტომ რომ რენარი რომ მელა, რატო დაგვიმალეს და პირდაპირ მელა თუ პასუხი. რენარი კუდი, ანუ არ შეიძლება კუდი მელათი არ არის შეცვლილი. აქ ცვლილებას ვერ ხვდები რა, უბრალოდ რენარი რომ მელა, ეგ არ ვიცი, ჩემთვის ცოტა ცნობილია. კუდი არის აშკარად შეცვლილი. ქურდის ხო არ არის, კუდი ეწვის, კუდის მელა კუდა დაუშვათ. კარგი მელას რო გავცდეთ, კუდის ანაგრამა ხო არ არის რა, რაღაცას რო ცვლილება აშკარად კუდია, ერთი ვერსია, ანუ ერთი რომ მოგივათ ხოლმე რომ რაღაც სხვა სიტყვა ლოგიკური იმით შეცვალოთ, მეორე ხშირია რომ რაღაც სიტყვის ანაგრამა რომ იმავე სიტყვის ასოებისგან სხვა სიტყვა მიიღო, კუდისგან ვერაფერს ვერ ღვებულობ რა. თუ მარტივად მელას დავაფიქსირებ, არ ვიცი ეს. Okay, ახლა იმდენ თვითონ მგონი პერსონაჟიც მელა. სხვა პერსონაჟი კერძოდ ის სხვა პერსონაჟს ატყუებს ფრანგულ ენაში მელა აღინიშნებოდა სიტყვა გუპილით, რომელიც ლათინურად მომდინარეობდა ჩამოთვლა მელამ თავისი კუდი. Okay, ეს კითხვა ნორმально მე დიდად ვერ გავაკეთებ ახლა კომენტარს, იმიტომ რომ მე ვიცოდე ცოტა თავი ლოგიკურადაც შეიძლება ამის მიხედა. ნუ კიდევ რაც მაქვს რომ ის არის რა კუდი ცოტა ცუდი ცვლილება მგონია. იმიტომ რომ მელას პირდაპირ ვერ უკავშირებ, მაინც რაღაცების ცოდნა გიწევს.
უკეთესი ცვლილება ალბათ შეიძლება და ასე მგონია მელა არ ვიცი. ეხლა მე ვერ მოვიფიქრები, ამიტომ არ ვიცი, უკეთესი ავტორები ალბათ მოიფიქრებდნენ ჩემზე უკეთესი ავტორები. ხო, უბრალოდ ის არის, რაც ცოტა დაუნერგო ცვლილება და შენ ნორმალური კითხვა. ჟოზეფინ ბეიკერმა გადაწყვიტა ჟოზეფინ ბეიკერი ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვი შვილად დაიყვანა. მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვი შვილად დაიყვანა, რომ რათა ეჩვენებინა, რომ მშვიდობიანად თანაცხოვრება შესაძლებელია. ბეიკერი თავის მრავალფეროვან ოჯახს ხატოვნად იქს ადარებდა. დაასახეა დიქსი ორფუძიანი სიტყვით. ხო, ნუ ჟოზეფინა ბეიკერი, თუ ჟოზეფინა ბეიკერი სწორედ ვიცი, ვინც არის, უნდა იყოს ის იყო ამერიკელი ბალეტის მოცეკვავე 20-იან წლებში პირველ ნახევარში საკმაოდ ცნობილი, რომელიც იყო შავკანიანი. სავარაუდოდ ბევრი შავკანიანი, ანუ ფერადკანიანი, თეთრკანიანი ბავშვი აიყვანა ერთად და თავის მრავალფეროვან ოჯახს, ალბათ მრავალფეროვანიც მინიშნება ადარებდა ცისარტყელას, ასე მგონია. რახან მეშვიდე კითხვა ცისარტყელაში 7 ფერი ეგეც დამატებით მინიშნება შეიძლება იყოს. სხვა პრინციპში აქ არც არაფერი ცისარტყელა თუ არ არის ოჯახი, რას შეიძლება შეადარო, მაგრამ აშკარად გონია, რომ ცისარტყელა არც მრავალფეროვანია ტყუილად და თუმეტეს ისიც მეხმარება იქ ზოგჯერ დამაბნეველია რაღაცები, რომ იცი რა და არასწორი მიმართულებით მიხარ რა, მაგრამ აქ გონია, რომ თუ ეს ჟოზეფინა ბეიკერია, ეგეც დამატებით ჩდება რა. დავფიქსირებ ცისარტყელას. ოკეი. სამოქალაქო გულშემატკივარმა მაინტერესებს ის ჟოზეფინა ბეიკერია თუ არა. ოკეი, არც მე ვკითხავ, რომ ის არის თუ არა მითხრა. შეიძლება კი შეიძლება. ოკეი. გასული საუკუნის 30-იან წლებში მსახიობ ბრუნო კასტნერის კარიერა მოულოდნელად დასრულდა. საქმე ის არის, რომ ბრუნო იყო ასეთი დაასახელეთ ორფუძიანი სიტყვა, რომელიც შეიცვალა სიტყვით ასეთი. ოკეი, ბრუნო კასტნერის კარიერა რატო უნდა დასრულებულიყო? 30-იან წლებში გამოვიდა ხმოვანი ფილმი და სავარაუდოდ შავკანიანი ხო არ იყო? ფერადკანიანი ხო არ იყო? მის დეფექტი ხო არ ქონდა? ფერადკანიანი თუ იყო, რატო დასრულდებოდა მაშინ? შეიძლება არც დაწყებულიყო. აპატიეთ ხო ძალიან ცუდად გამომივიდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყვნენ ფერადკანიანი. გონია რომ 30-იან წლებში რატო გვითხრეს? ენის დეფექტი, მეტყველების დეფექტი რო არ ქონდა რაღაც ეგ როგორ თქვა, არ ვიცი. მუნჯი ენა ბორძიკი ენა ბრგვილი არ ვიცი. აქ ფერადკანიანი თითქოს იგი დაეხლა ჩავაგდე პირველი კითხვა რა. მოდი 2 წამი ვფიქრებ და დავფიქსირებ რა. ფერადკანი არიან არ მომწონს, ძალიან პრიმიტიულია და რატო დასრულდებოდა გაუგებარია. ენა ბრგვილი დავფიქსირებ, ანუ რაღაც არ ვიცი, რომ ცუდად ლაპარაკობდა რა და მუნჯი ფილმების დროს ეგ არ შეიმჩნეოდა, მაგას დავფიქსირებ. ენა არ ვიცი, ამასაც ასე ჩავიტვლე კითხვის ნიშნით. სიტყვა ენა ვერ გავიხსენე. ხან და ხან რაღაცები გაიხსენე. ეს ნორმალური კითხვა, მარტივი კითხვა ესეც და ლოგიკური რა, მის რიცხვს შავკანიანი რიცხვები მეტნაკლებად, ნუ არც უნდა დაწერო რა.
და მე ნაბლომა გაიხსენა უბრალოდ რან სხვა ენობრივი დეფექტიც ალბათ შეიცვლებოდა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერატების მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის შემოღებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მეტიც მოსახლეობას სავალდებულო გაწვევას X ადარებდა და სახელად X-ი ერთი სიტყვით. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერატები არიან ჩრდილოელები თუ სამხრეთელები? სამხრეთელები, ხო? ოკეი, რაღაც პარადოქსი უნდა იყოს, აქედან ამფერი არ ჩანს, რომ ერთი რაც გონი არ შეიძლება მონობას რა, კონფედერატები ხო მონობას ემხრობოდნენ და ახლა პარადოქსულად ამბობდნენ, რომ სამხედრო გაწევაც მონობაო რა. იგივე. ზოგადად რა სამოქალაქო ომი მაგაზე იყო. მონობის გარდა რა შეიძლება იყოს? მონო X ადარებდა. კიდევ 60-იან წლებში რა შეიძლება შეადარო რა, რომ რაღაც ცოტა პარადოქსიან საინტერესო რამე ჩანდეს. ხო, მოსიბრტყილა ვერ გავდივარ რა და მონობის გარდა არ მახსენდება არაფერი შეიძლება შეადარო, იყოს მონობა. ოკეი. მონობა პარადოქსულია. ხო, ეს საინტერესო კითხვა რა, კითხვაში რეალურად ბევრი არ გაქვს, რომ ძალიან ის არის აბსტრაქტული კითხვა და ბევრი რამე ჩაჯდეს, ამიტომ უნდა ეძებო კონკრეტულად რაც სამოქალაქო ომს უკავშირდება იმ თემას, რომ რამე პარადოქსია და საინტერესო პასუხი იპოვა რა და მე მარტივად მოდის ეს კითხვაც მომეწონა. მარტივია, მაგრამ ცოტა რა სტანდარტულ აზროვნებას თქო როგორ თქვა ძალიან ის არის, მაგრამ ეგეთ რაღაცას მოითხოვს რა, რომ ცოტა შენ თავს საჯობო მithumetes თუ დამწყები მოთამაშე ხარ. ოკეი, მეათე. X-ის გადაღებების დასრულება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ თანხა შესწირეს მაიკლ ჯორდანმა, პრინცმა, მეჯიკ ჯონსონმა, ჯენეტ ჯექსონმა, ოპრა უინფრიმ და სხვებმა. რა სიტყვა გამოტოვეთ შეკითხვაში? X-ის დასრულება მხოლოდ იმიტომ გახდა მაიკლ ჯორდანმა, პრინცმა, მეჯიკ ჯონსონმა, ჯენეტ ჯექსონმა, ოპრა უინფრიმ და სხვებმა. X არ ვიცი, ამას ვერ ხვდები. რაღაცა რაც პოპულარულია 90-იანებში, ან 90-იანებში და 2000-იანებში და პრობლემები ჰქონდა და მე დასრულდა. ფინანსური. ანუ ესენი რა ერთიანებთ ამათ, რომ თქვა რაღაცა X-ის დაწერეთ, რა სიტყვა გამო, რაღაცა X-ი. ადამიანები X-ი არა, X-Files-ის. საიდუმლო მასალებია ქართულად X-ფაილები არ იქნება. რაღაც პროექტი, რომელიც X-ი შეიძლება ესენი არიან პოპულარული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. საიდუმლო მას X-Files-ი არ მოიტანენ და ფაილსი არ იქნება და X-ი. ადამიანებს დავწერ, ადამიანები X-ის დასრულება. ვარსკვლავური ომები ხო არ არის, ამას ეს პირველად ჩავაგდე ან მესამე. არ ვიცი რა, ნახო, იყოს რაღაც მაგარ ხვდები. X-ის დასრულება, X-ის გადაამალკომ X. საშავკანიანებზე ვიფიქრე. მალკომ X-ი რომელს როდის გამოვიდა? დენზელ ვაშინგტონმა ოსკარი მიიღო, მგონი 93-ში, ხო? ეს ვერავიღა, ეს რეალურად ალბათ 10X-ი, ოკეი, მაგრამ ეგეც საინტერესოა. ხო, საკმაოდ კარგი კითხვა, მე ფილმებში ძალიან სუსტი ვარ და ამიტომ არ ვიცი, აღარ მახსოვდა ის ფილმი,
არადი საკმაოდ ცნობილი ფილმი სპაიკ-ლის გადაღებულია. და მაგრამ ხო ანუ ვიფიქრებთ რომ პოპულარულები ფერადკანიანები არიან და მეორე რომ ის არის უბრალოდ ხო შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, კალათბურთის წვერდგარი შოუ ბიზნესია. მაგრამ ეს კითხვა ყველაზე კარგი და ყველაზე კარგი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე რთული იყო ალბათ და როგორც მოსწავლე იყო რა ვიღე. მაგრამ რომ წარიწოდე დავშოთ რომ ფილმი არ იცოდე ახლა ვფიქრობ რა რომ საერთოდ გადაღებულია თუ არა უნდა ივარაუდო რომ Malcolm X-ზე რაღაც ფილმი იქნება გადაღებული და რაღაცები თუ არ იცი რა პრინციპში რაღაცები შეიძლება დაუშვა რა იმას არ გულისხმობ რომ თუ ვერც დაუშვებ რაღაცებს ისეთ ცოდნას მოითხოვს მაგრამ აქ შეიძლება დაუშვა რომ Malcolm X-ზე ფილმი გადაღებული რომელსაც Malcolm X-ი ქვია ამიტომ ძალიან ისეც არ არის უტოპიური თუ ფილმის არ იცი მაგის გარეშეც რო გამოიწვია. In search of Hello galaktikების უხილავი და იდუმალი Hello galaktikების უხილავი და იდუმალი კომპონენტია. Halo ნაკრძეს ძიმე უნდა იყოს galaktikების უხილავი და იდუმალი კომპონენტია, რომლის შესწავლასაც ბევრი მეცნიერის ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომლის შესწავლაც ბევრი მეცნიერის ინტერესის საგანს წარმოადგენს. დარიგებულ მასალაზე ხედავთ კრეიგ ჰოგანის სტატიის სათაურს galaktikuri ჰალოს შესახებ. რა სიტყვა დავფარეთ ამ სტატიის სახელწოდებაში. მაპატიეთ კითხვა დამოვიწყდა, რა სიტყვა დავფარეთ ამ სტატიის სახელწოდებაში. Okay, in search of Halo. აკრონიმით ხوار გამოდის ISH. Hello world ხوار არის უბრალოდ რა. როგორც სამყარო world, hello world-ის ანალოგიით და hollow world-ის ანალოგიითაც. Hollow world-იც ხო ეგეთი რაღაცა. თან რა ანუ ვერ ხვდები რას ან ლოგიკური სიტყვა უნდა იყოს რა. In search of Halo Milky Way-ს ანა galaktikები რაღაცა არის Milky Way-ს გადათამაშება ხო არ არის. მაგრამ იყოს world-ი იყოს. არ ვიცი, ძალიან პრიმიტიულად კი არის, მაგრამ ჰალოგრალი, იდუმალი და კომპონენტი. ეს კეთესიც კარგი კითხვა, სამწუხაროდ ჰალოგრალი. ჰალო რაღაც სიტყვას უნდა გავდეს და მაგიტომ ხო რაღაცას ეძებენ ზებნაზე. Hello world. ესეც პოლაში კარგი კითხვები წამოვიდა და ვერ ავიღებ სამწუხაროდ. Holy Grail, ხო, ბევრი მეცნიერის Holy Grail-ი ძალიან ცნობილი გადათამაშება რაღაცას რო იკვებენ და სამწუხაროდ უკეთეს ფორმაში უნდა შევიდე. ეს ძალიან კარგი კითხვა პრინციპში დასარიგებელი მასალაც, ოკეი, და გრალიც რა ხსებები. ინდროიდენლის საზოგადოებრივი სტიგმისგან თავის არიდების მიზნით გრეის ოუშკოტმა X საკუთარი სიკვდილის გადათამაშება არჩია. სავარაუდოდ ამის შესახებ ჰოროლდ ოუშკოტმა იცოდა. დასახედ X-ი სმნისწინიანი სიტყვით. იმ დროის ერთისაც წავიკითხა და ჩავთა, იმ დროს საერთოდ ვერ გავიგე. იმ დროინდელი საზოგადოებრივი სტიგმისგან თავის არიდების მიზნით გრეის ოუშკოტმა X საკუთარი სიკვდილის გადათამაშება არჩია. სავარაუდოდ ამის შესახებ
Harold Oakeshott-მა იცოდა დაასახელა იქ სიზმრისწინიანი სიტყვით. საზოგადოებრივი X რა შეიძლება იყოს რას საზოგადოებრივი სტიგმა არის და რას აკეთებს სქესი ხوار შეიცვალა და დაუშვადეს რო გახდა მე ანუ Grace Oakeshott და Harold Oakeshott რეალურად ერთი და იგივე ადამიანია რა და რა შეიძლება იყოს ტრანსგენდერობას, ტრანს ტრანსპლანტაციას, ტრანს რაღაც აბატეთ თუ სენსიტიურ თემებს შევახე არის გონერს ქეს შეცვლაზია რა გონერს ქეს მამა ხوار არის გონერო ეს წინსას მნის წინი და წინსართი არის ასეთ ჩავაგდე მგონი არ ვიცი გონერო არის სწორი მიმართულებით იყოს ტრანსპლანტაციას ან რაღაცებით ოკეი განქორწინებას მე საუბრის წესს განქორწინება დიდი სკანდალი თქამეთოსა კანონიაში გადასახდა ოკეი ესეც საინტერესოა უბრალოდ ამასთან რომ ინდივიდუალური საზოგადოების სტიგმა ინდივიდუალური საზოგადოება რომელიც ინდივიდუალური საზოგადოება ეგ ძალიან გაბნევს რა შეიძლება იფიქრო რომ ხოლო წარსულია შეიძლება იფიქრო რომ მართლა შორეული წარსულია რა უბრალოდ კონკრეტებინა რომ ვიქტორიანული ინგლისის სტიგმებისგან თავის დაღწევის მიზნით გრეისმა რაღაცა ისაჯა ეგ უფრო საინტერესო იქნებოდა რა იმიტომ რომ ინდივიდუალური საზოგადოება მართლა ძალიან ის არის რომელ პერიოდი 50-იანი წლები 80-იანი წლები მე-18-19 საუკუნე ძალიან რთული განსასაზღვრია რა დანარჩენი ნორმალურია ხლა რა და უფრო საინტერესო ველოდი რომ გრეისზე ქმარი როა და უბრალოდ განქორწინება ხო პირველ რიგისთვის შეიძლება ნორმალურია რა მე უფრო სხვა იმას ფიქრობდი ბოლოში რთული კითხვები იყო საკმაოდ გამიჭირდა რამ საინტერესო ფაქტებია და საინტერესო სათამაშო იქნებოდა ასე მგონია რა გუნდთან ერთად უფრო საინტერესო განსახილველი იქნებოდა ნუ გავაგრძელოთ მოდი ნახოთ მე-13 კითხვა ამიტომაც ამზომს არჩევთ შუმერულ კულტურაში არ იყო მიღებული გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სხეულის დასახით შრება არ იყო მიღებული ოკეი ერთადერთ გამონაკლისს X-ი წარმოადგენდა ის ვის საპატივსაცემად X-ის X სახელი ეწოდა შუმერული ცივილიზაციის განადგურებიდან ბევრად გვიან დაიბადა დაასახელეთ X-ი ადამიანის სხეულის განადგურება დასახით შრება არ იყო ერთადერთ გამონაკლისს რას ქვია დასახით შრება ეხლა ვფიქრობ რომ ეს ძალიან გვიან დაიბადა ძალიან სუბიექტურია როდის ქვიან ეხლა 20-ე საუკუნეც ძალიან გვიან არის და ძველ წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეც ძალიან გვიან არის შუმერული საუკუნე მე-2000 წლეულის ბოლოს თუ სადღაც რაღაც ძველ წელთაღრიცხვით მე-15-მე-16 საუკუნეში უკვე აღარ იყვნენ რა. ახლა რასაც ვფიქრობ რომ შეიძლება საკეისრო კვეთა დასახით შრება, ანუ სხეულის დასახით შრება რას ნიშნავს გარდაცვალების დროს თუ გარდაცვალებამდე სიცოცხლეში. პლასახეთ X იყოს საკეისრო კვეთა უბრალოდ რა ხან კეისარი ვიღაცა ცნობილი ადამიანი ვის საპატივსაცემად რაღაც ქირურგიულ ოპერაციას ქვია სახელი იყოს საკეისრო კვეთა. ოკეი. ხო ამ კითხვასთან რა პრეტენზიებიც მაქვს, იგარი რომ
სხეულის დასახით შრება. აბა სხვა რა გზა გქონდათ თუ არ დასახით შრებდნენ და საკეისრო კვეთა იყო საჭირო რას გააკეთებთ. არ იყო მიღებული რიც ეგეც უცნაური, იმიტომ რომ აუცილებელი პრაქტიკა იყო ალბათ მგონია. მაგ დროს მით უმეტეს. იმიტომ რომ სხვა ალტერნატივები ნაკლებად არსებობდა და ეგეც გაცილებით ბევრად გვიან ბევრად გვიან ძალიან სუბიექტური ცნება არა, რო თქვა რომ რაღაც 1000 წლეულის მერე უფრო რაღაც იმას გქრათლებს რა ბევრად გვიან როგორც წეღან თქვი რომ იმდროინდელი ცივილიზაციები და რაღაც ბევრად გვიან სუბიექტურ რაღაც მოცემულობას თუ უფრო ხელშესახებ რაღაც და დაიყვან უფრო საინტერესო კი არ არის უფრო გაუადვილე მოთამაშეებს თამაშს რა ასე მგონია. მე კულტურაში გარდაცვლის ტრადიციად ბავშვის გადარჩენის მიზნით ოკეი, ყველაფერი გასაგებია ხო, უბრალოდ რაც თქვია, ანუ დავუშვათ არ რო არ გააკეთება, ალტერნატივა რა არის. გირჩევთ შეიწეროთ. ოკეი. ციგნის პოლიტიკა შიმპანზეებში ერთ-ერთ თავში ფრანს დე ვალი აღწერს, თუ როგორ უშლიდა ალფა მამრი სხვა შიმპანზეებს კოალიციის შექმნას. დაწერეთ სამსიტყვიანი მოწოდება, რომლითაც დასათაურებულია ეს თავი. ეს სავარაუდოდ არის დაყავი და იბატონე. კეისრის გაგრძელებაც არის. მაგის პოლიტიკა ხო ეგეთი იყო, რაღაც ბრიტანულ კოლონიებში და ასე შემდეგ. სადაც მოღვაწეობდა თავისი სამხედრო კარიერა, წესით კოალიციის შექმნა. ეს გაგრძელებად ვერსია რომ მოგდის მე იმით აправები რომ კეისარია და მე პრინციპში აღარც არაფერი პასუხის დასაწერად. როგორც პირველ ტურს მარტივი იწყება მგონია რომ სადღაც მე-18-ის მერე გართულდება უფრო. კი ბატონო, აქ რაც თქვი ეგ არის. ერთ ნაწარმოებში მთვარის მოსახლეობა რესურსებით ბევრად უფრო ძლიერ დედამიწას უპირისპირდება. საინტერესოა, რომ კატაპულტირების სისტემას, რომელიც მთვარის ერთადერთი იარაღია დედამიწის წინააღმდეგ, ეწოდება X-ი. დასახელდა X-ი ერთი სიტყვით. მთვარე უპირისპირდება დედამიწას, რომელსაც ბევრი რესურსი აქვს და ერთადერთი იარაღს. ანუ ამით გადადიან სავარაუდოდ დედამიწაზე. ბილეთი ერთი მიმართულებით ან რაღაც ეგეთი არ არის, ხო? წოდება ან რაღაც ანუ გადადიხარ და მე შეიძლება ვიხარ, მაგრამ მაგას თუ დაკარგო შეიძლება დედამიწას სრულწლიერ რესურსებს უპირისპირდება, რაც ნიშნავს, რომ დედამიწასთან თუ კავშირი გაწყვეტი ამ რესურსებსაც ვეღარ მიიღებ. ან პირიქით რა, ერთადერთი ეგ ის არის, რომ პირიქით კარგია, რომ ერთადერთი იარაღია, ხო? წოდება შურდული ან რაღაც ხო არ არის. დავი გოლიათი ან რაღაც. შურდულის ქვა ან რაღაც ეგეთი. როგორც დავითი და გოლიათის შემთხვევაში. რომ და მეტი არაფერი მახსოვდება, შურდულის ქვა. ეს არ მოწონს ეს კითხვა. შურდულის ქვასაც კითხვის ნიშანს მივაწერე. იმიტომ რომ დავითის შურდული, მარტო შურდული რატო არა? ეწოდება ორი სიტყვა რა საჭიროა, სხვავის შურდული არსებობს. ანუ შურდულს რო ახსენებ, ხო სადაც ანალოგია გასაგებია, რომ დავითის ალუზია რა, ორი სიტყვა რა საჭიროა. ერთი ან ორი სიტყვით შეიძლება კიდევ.
და ორი სიტყვის გამო შეიძლება ვიღაცამ არ დაწეროს რა. აი ზუსტად ორი სიტყვა რა ადრე წინა რომელიღაც ჩაწერილიც ქონდა ეგ ის რომ რაღაცას ითხოვდნენ ზუსტად რა, იმიტომ რომ არ არის საჭირო რა. შურდული როგორც წესი ამ კონტექსტში მით უმეტეს დავითთან ასოცირდება და ვინც დაწერს უბრალოდ გარტყმით არ დაწერს, ასე მგონია, იმიტომ მე ორ სიტყვას ვიტყოდი ერთი ან ორი სიტყვით, ან უფრო თავისუფალ არჩევანს დავუტოვებდი მოთამაშეებს რა. სერიულ მკვლელ ანრი ლარდიუს თავისი მსხვერპლები ქალაქგარეთ გაჰყავდა. პოლიციამ გამოაშკარავა იმით, რომ ლარდიუმ მსხვერპლშეწირისთვის ასეთ ყიდულობდა. ასეთი X-ი 1969 წელს გამოსული სიმღერის სახელიცაა. მსხვერპლებისთვის, რა მსხვერპლშეწირისთვის და ის რიტუალებისთვის. მსხვერპლებისთვის ასეთი X-ი ყიდულობდა. დაასახელეთ ასეთი X-ი. მგონი წინა კითხვაზე ვახსენეთ ჩემ დაუნებურად პასუხი ეს, რომ ბილეთი ერთი მიმართულებით. ხო, რომ წავიდოდნენ და უკან აღარ დაბრუნდებოდნენ ასეთი X-ი. ერთი მიმართულების ბილეთი. ასეთი X-ი ყიდულობდა X. ასეთი X-ის ფორმულირება ცოტა არ მომწონს. ყიდულობდა უბრალოდ X და X მიერ სამი სიტყვით უფრო ჯობია მგონი. ასეთი ბილეთი ერთი მიმართულებით. ასეთი ბილეთი ერთი მიმართულებაში ასეთი რომელია. ეხლა მე ისე ვლაპარაკობ თითქოს უჯო ეს სწორი პასუხია, შეიძლება სხვა რამეც იყოს. მაგრამ მგონია რომ მაინც ეს არის სწორი პასუხი რა. კაი გავაჩერებ და ვნახავ რა. თუ არა და მე ვიმსჯელო. სამხრივი ბილეთი. ერთი X-ის ბილეთი. ერთი მიმართულებით ბილეთი საინტერესო შეიძლება თუ არა ის გამოც. ხო ეს შეიძლება ახლა ტყუილად. ხო შეიძლება ასეთი X დასახელოთ. სამხრივი ხო ქართული ლექსიკური მარაგი რო არ მაქვს ბევრი ეთყობა სამხრივი გამოჩნდა, თორე ასეთი ხო სამხრივი უკეთესად ჩდება რა. ამიტომ მდიდად აქ უფრო კარგი გადაწყვეტა ამას მგონი ახლა ვხვდები რომ ასეთი X-ი უკეთესია, იმიტომ რომ სამხრივზე არ მიფიქრია. ნუ მარტივი ნორმალური კითხვა. იოსტ კლეინის სიმღერის ევროპაპა ლირიკული გმირი ევროპის სხვადასხვა ქვეყანას დაბრკოლებების გარეშე სტუმრობს. კალუმ როუ ხატოვნად წერს, რომ ეს სიმღერა X-ის მშვენიერებას აჩვენებს და ასახელეთ X-ი ტოპონიმის გამოყენებით. შენგენის სისტემა ევროპაში რით შეგიძლია მარტივად გადაადგილდე რა მაშიც რაღაც ფიგურირებს ტოპონიმი. შენგენი მგონი სად არის ლუქსემბურგში თქვენ გირეში, სადღა ლუქსემბურგში მგონი. ხო რაც ეს თეგარი ევროპაში დაბრკოლების გარეშე გადაადგილდა. ეს მეტად მარტივია თუ შენგენია. Okay, შენგენის ზონა სისტემა. არ არსებობს. Okay, ევროპა. ეს მეტად მარტივია ხო უბრალოდ მეორე ტურში წესით პირველ ტური უფრო ის იყო რაღაც საინტერესო სათამაშო ბოლოსკენ მით უმეტეს და ველოდი რომ მეორე ტური ეგეთი ტენდენცია იქნებოდა უფრო ახლა ზედ მეტად მარტივი კითხვები წამოვიდა. რთული რა წამოვიდა ვერავიღებ მე ახი იქნება ჩემზე. ავტორი აღნიშნავს რომ მისი წიგნის ზოგიერთ გამოცემას დისკრედიტაციის მიზნით იყენებდნენ. მაგალითად ფრანგულენოვანი გამოცემის ყდაზე გამოსახული იყვნენ ფრანსუა მიტერანი, ჟაკ შირაკი
და მათ შორის მოკალათებული რა. მის წიგნის ვერ ხვდები რამოდენიც ცნობილი წიგნია, რომლის გარეკანიც გადაათამაშეს და დასცინეს ფრანგ პოლიტიკოსებს. მოკალათებული რაც ვერ ხვდები. ყულაბა, ხორი ნაპოლეონი, ვისი წიგნი, მისი წიგნის. რომელიმე წინაკითხვაში ხო არ ახსენეს ავტორი, რაც ამას ბეკბედერი ხო არ არის. ორველი ხო არ არის. მათ შორის მოკალათებული. ფრანსუა მიტერანი კონგონი 70-იანებში და ჟაკ შირაკი ცოტა უფრო მერე და არ ხვდები ეს წიგნზე შეიძლება მოგონია ორველი შეიძლება იყოს თავისუფლად იყოს მოკალათებული ორ პრეზიდენტს შორის მოკალათებული ნაპოლეონი იყოს ვითომ ხარ ნაპოლეონის ალუზია ფრანს დე ვალი ამასოთა ხო ეს გართულდა და როგორც თქვი არ ავიღე უბრალოდ წინაკითხვას ფრანს დე ვალი მის წიგნი ავტორი რო არ ჩანს ეგ უნდა იფიქრო რომ შეიძლება წინაკითხვაში ახსენოს და ეგეც ვიფიქრე უბრალოდ ფრანს დე ვალი თუ იმდენად პოპულარული იყო რომ ეს ფართო მასები აგიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ფართო მასებში მაგას ვერ ვფიქრებდი ну ვიცი რომ ცნობილი მეცნიერია მაგრამ ცნობილიც თუ იყო არ ვიცოდი და მათ შორის მოკალათებულიც უცნაური არა რაღაც გონია რომ თუ ევოლუციის ის არის უფრო რაღაც იერარქიას უნდა ასახავდეს მათ შორის მოკალათებულიც უცნაური სიტყვა მოკალათებული და ვიცი უნარები არ მეყვან კითხვის ასაღებად ალბათ რა მაგრამ მგონია რომ პირველ ლიგასაც გაუჭირდებოდა რაღაც დროს წიგნს რომელიც ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის სიღრმეების შესახებ მოგვითხრობს ეწოდება ისევე როგორც 1899 წელს გამოცემულ ნაწარმოებს და ასახეთ ეს ნაწარმოები სიღრმეები აშკარად ძალიან ხელოვნური სიტყვა და მაგას უნდა უკავშირდებოდეს რაღაც შეიძლება იყოს შავი ბნელი მატერია და ბნელი სიმღერები რაღაცნაირი ადგილები ხო არ შეიძლება სიღრმეები რატო არის სიღრმე რა შეიძლება რას აქვს კიდევ რა ოკეანეს მღვიმეს სიღრმეების შესახებ მოგვითხრობს თეთრი ლაქი ენერგიის სიღრმეებიც რას ნიშნავს რა რაღაცა დიდი ნაწილი შეუსწავლელია მაგ ხრივ თუ არის რა და არ ჩანს არ ვიცი რაღაცნაირი ობსკურული რაღაცნაირი შეიძლება რა ვიცი რომ იყოს როდესაც მცინარემ გამოიღო არ მგონი წვდია სიღრმეები არაც პროგრამად შედიხარ უფრო გითხრებს წვდიადი ხო სიღრმეები პირდაპირ სიღრმეზე ვფიქრობდი და არა უშუალოდ სიღრმეები Heart of Darkness ბნელი ხო შავშადოთ ვფიქრობდი. ეს კარი კითხვა ამაზეც უნარები არ მეყვა.
სიღრმეები უბრალოდ სიღრმებსაც სხვა იმაზე მიყავ განზომილებაში რა. ალბათ უფრო ქვემოთ ვიდრე აფრიკის სიღრმეში რომ შედიოდა ის ვინც არის კურცი თუ ვინც არის წინგრში. წდიოდეს გულში. ასეც ნამკითხვა რა, მაგრამ რაღაც ცოტა დამატება კიდევ უფრო მეტი მინიშნება. პენტაურის პოემაში პენტაურის პოემა დეტალურად აღწერილი კადეშის ბრძოლა და რამზეს მეორის გმირობა სხვადასხვა ხომოაზე დაწყებული სიტყვით დაგვისახელეთ როგორ მოიხსენიებს პენტაურის პოემას ლუჩიანო კანფორა სხვადასხვა ხომოაზე პენტაურის პოემა სხვადასხვა ხმოვანზე იტალიური ოდისეა, იტალიური ილიადა რო არ დაწერო დავუშვათ, მაგრამ არა ოდისეაშია ბრძოლები აღწერილი. დამთავრება და ის არის ოდისეუსი და ხეტიალებს. რაღაცნაირი ილიადა ხო არ არის. ესპანური ილიადა. ვიღაცის გმირობაა სადღაც აღწერილი. ღვთაები. სხვადასხვა ხმოვანზე. რა კადეშის ბრძოლა ეს არის, ის ვაფშე ეს იყო ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის ბრძოლა რა იყო. როდის იყო 1240 წელს ხო ძველი წელთაღრიცხვით და იტალია ვაფშე აშუაშია. შეიძლება ვიღაც იტალიელმა დაწერა ეგვიპტური ილიადა. იყოს ეგვიპტური ილიადა რა ხანამძესია, ოკეი. ეგვიპტური ილიადა. საინტერესოა, ეგვიპტური ენეიდა რო არ დაწერო. იყოს ეგვიპტური ილიადა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ იყოს. ეგვიპტური ოდისეა. ოკეი. ეს კარგი უფრო მალე უნდა ამეღო რატომაც. კადეშის ბრძოლა. კადეშის ბრძოლა. იგი გავაკეთეთ ლუჩიანო კამფორატი. ლუჩიანო კამფორა ხატოვნად წერს, რომ ასტროლოგიით გადაცებული დიოდორე სიცილიელისთვის ეგვიპტე ერთგალი X წარმოადგენდა. ცნობილი წყაროს თანახმად X-ისკენ სწორედ ეგვიპტისგან დაიძრნენ. დაასახელეთ X-ი ორი სიტყვით. ასტროლოგიით ეგვიპტე აღთქმულ მიწას ხო არა. ცნობილი წყარო მგონია რომ ბიბლია და ბიბლიიდან ბიბლიაში ეგვიპტიდან საერთოდ დაიძრნენ. ნუ ეგვიპტე ცნობილი ის ჰერმეს ტრისმეგასტეს ვიღაც მოკლედ არ ვიცი ეგეც ვინ იყო, მაგრამ რაღაც ასტროლოგია და ეგეთი მეცნიერება შეიძლება ეგვიპტეში უფრო განვითარებული იყო ვიდრე დიოდორე სიცილიელი სადაც იყო საბერძნეთში თუ იტალიაში. ანუ აღთქმული მიწა იყოს მარტივად რა ვიცი ეგვიპტე ცნობილი წყარო ის არის მგონია და საიდან დაიძრნენ. ერთ თურქულ ფილმში თავარ გმირებს კაპიტანი ამერიკა ადამიანი ობობა და მექსიკის რესლინგის ლეგენდა ელ სანტო წარმოადგენენ. მოიცა გავიაზრო თურქული ფილმია და კაპიტანი ამერიკა ადამიანი ობობა და ელ სანტო არიან წმინდა ხო ვიღაც. მსგავსი ფილმები ხშირი იყო, რადგან 1986 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა დაასახელეთ ზუსტად რა. ადამიანი ობობა
მექსიკურ არ არსებობდა ზუსტად რა. ან ამას ვერ ხვდები რატო გახდა აღნიშნული ხალხის შექმნა საჭირო კი არა და პერსონაჟების ფილმის გადაღება საჭირო. მან არ შემოდიოდა, მან მაშინ არ იცოდნენ სავარაუდოდ როგორ გამოიყურებოდნენ ეგენი არ არის საჭიროება არ არსებობდა. 1986 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა. ზუსტია რა არის კომიქსების თარგმანი არის არსებობდა ამას ვერ ხვდები. კანონის ავტორობა. უბრალოდ რომ შეეძლოთ ყველაფერი გადაეღოთ და მაინც ეს სამი რატო. ანუ აქ ცოტა გაბნევს ის რომ კონკრეტულად სამია მოთხოვნილი და კონკრეტულად რაღაც ეგეთი რაც კოსტუმირებულ გმირებთან არიან დაკავშირებული ასე ვთქვათ რა. მაგას სხვაგან მიხავხარ თორემ ხოლმე მარტივი დასაშვებია პრინციპში რომ რაც უდათ ის გადაიღონ რა პრობლემა არ არის. აქ უკეთესი იქნებოდა ალბათ უფრო ცოტა რომ განზოგადებულო ყოფილიყო რომ თავს მარტივი იყო და დასავლური ან არადასავლური შესახებ გმირების შესახებ ფილმის გადაღება ან გმირების არ პერსონაჟების რა რომ უფრო ცოტა ზოგადად იფიქრო. საერთოდ კითხვა არ ამდივად არ არის შეიძლება ყველაფერი. ანუ დაარიგდეს ერთად სამაგრეთ შეკროდა. დასარიგებელი მასალა უნდა ეს სამაგრეთში. შენ შემთხვევაში მომხმარებელი მზადა პროდუქტში სტანდარტულ ღირებულებაზე მეტი გადაიხადოს. გამყიდველი კი სტანდარტულ ფასზე ნაკლები დველი კი ერთხელ მომხმარებლის ზადა პროდუქტში სტანდარტულ ღირებულებაზე მეტი გადაიხადოს. ოკეი, გამყიდველი კი სტანდარტულ ფასზე ნაკლები მოითხოვოს. აღნიშნულ კონცეფციაზე საუბრისას ლეის მაგალითად მოყავს კაილ მაკდონალდის ისტორია და ასახავ თუ რა უჭირავს ხელში მაკდონალდს ინტერნეტში არსებული ფოტოების უმეტესობას. შენ შემთხვევაში მომხმარებელი მზადა პროდუქტში სტანდარტულ ღირებულებაზე მეტი გადაიხადოს. გამყიდველი კი სტანდარტულ ფასზე ნაკლები მოითხოვოს. აღნიშნულ კონცეფციაზე საუბრისას კაილ მაკდონალდის ისტორია. ოკეი, ჩავთვალოთ რომ სამს ჯერჯერობით კონცეფციას ვერ ხვდები, მაგრამ კაილ მაკდონალდის ტიპია, ვინც სკრიპტკა გაყიდა და სახლი იყიდა რაღაც მქონე 2005 წელს ჰქონდა ეგეთი კამპანია თუ რაღაც რომ დაიწყო ეგ და სკრიპტით სახლი იყიდა. კაილ მაკდონალდმა. სკრიპტით თუ ნადაგირიგდეს მაშინ მეტუმეტეს ეგ არის უბრალოდ ხო ანუ რეალურად როგორ მოხერხა სკრიპტით სახლის ყიდვა მაგას ხსნის სავარაუდოდ ეგ რაღაც ეს რაღაც სკრიპტკა სტოპიქს. ოკეი, ჩათვალეს ხო კალის სამაგრე თუ ცოტა არ გამახსენდა ქართულად როგორ იყო. კაილ მაკდონალდის ხსენება პრინციპში ალბათ არ არის ზედმეტი ცოდნა, იმიტომ რომ ნაკლებად ის არ ვიცი რამდენად ის ზოგადი მე ხან ვიცი ეგ ბევრს არისანიშნავს შემთხვევით მაგაგონილი და ალბათ ეგ ცოდნა დიდად არ იქნებოდა იმის წილი რომ უშუალოდ ცოდნით ავიღო. ამიტომ ნორმალური კითხვა პრინციპში ფაქტი არ გაგებული რთულად ანუ მეს ნორმალური არის რაღაც კუთხით
ცოტა ცუდია, იმიტომ რომ ფაქტი თუ არ გაგებული საერთოდ ვერ იღებ რა მაგ იმას. მაგრამ პირველ რიგაში უკვე უნდა ალბათ მამაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას რამდენად ის არის რა ასამოყვარულოს და რაღაც რა განსხვავება მოკლედ ის თქმა მინდა რა როდესაც უმეტესობა მოთამაშე თამაშს იწყებს რა ეგრე არის ბევრი რომ მიდის რაღაც დონეზე ერთობა და მე უმეტესობა და მოდის რა დიდხანს ალბათ ბევრი იმის თქმა მინდა რომ დიდხანს თუ რჩები ამ თამაშში უნდა იყო რაღაცებისთვის რომ რაღაც დრო უნდა დაუთმო რომ რაღაცებს ყურადღება უნდა მიაქციო რა რაღაც ცოდნა რაც გაინტერესებს ისინი უნდა იმახსოვრო რა ეხლა არ ვამბობ იმას რომ რა სპეციფიკური რასად როდისთვის მით უმეტეს თუ პროფესიონალურად თამაში არ გინდა სპეციალურად რაღაცები დაჭდე წაიკითხო იმედსადინო ბევრი non-fiction-ი იკითხო და ასე შემდეგ უკვე მე მოდის რა თუ ძალიან შეგიყვარდა თამაში მე მაგაშიც მიხვდები რომ რაღაცები საჭიროა რა მაგრამ თუ გინდა რომ რაღაც დონეზე კონკურენტულანარიანი მოთამაშე იყო და დროც რაღაცებს უნდა მიაქციო რაღაცებს უნდა დააკვირდე რაღაცები უნდა დაგუგლო ახლა მოვიდა კაი მაკდონალდი შეიძლება დაგუგლო და უფრო დეტალურად გაიცნო მაგის ისტორიას რომ შეიძლება სხვა დროსაც მოვიდეს სხვა კუთხით და რაღაც ანალოგია მოგივიდეს რა ასეთ რაღაცებს უნდა მიაქციო ყურადღება რა და როგორც წესი არ ვიცი მოთამაშეებს ვის უმეტესობას დამწყებს არ უყვით რა მაგაში დროის ინვესტიცია მერე შემიჩნევია არ ვიცი რატო მგონია ხო არ ვიცი შეიძლება სწორიც არიან რა იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე უფრო მეტად ღირს დროის დახარჯვა კარიერულ უნარებზე და ასე შემდეგ ძალიან მესმის მაგრამ თუ როგორც ნებისმიერ ხალხის რასდროდესაც მარტო თვითნაბადი არავინ არ იბადება რა და რაღაც მუშაობა საკუთარ თავზე და რაღაც ის ჭირდება მოკლედ ამის თქმა მინდო და აპატიეთ ლირიკული გადახვევისთვის დავამთავროთ 24 კითხვით დანის პრინც კრისტიანის საიუბილეო მიჯნიშის დასასრულს პოეტ ცნობილი ნივთი მაგ როგორც მოგვიანებით გაირკვა ანა სოფი ოლსენმა განზრახ დატოვა და სახელით პერსონაჟი რომელსაც შეადარეს ანა სოფი ოლსენი დანერა ხანანი და ზღაპარი დანეკრიტის ზღაპარი ალბათ კრისტიან ანდერსენის კონკი არ არის ხო ანდერსენის მაგრამ მაინც რაღაც ზღაპულს იმას უკავშირდება რა კონე ქოში დატოვა და მე ამან იპოვა კონკია იყო ეგ თუ სხვა ის იყო მე ხთა უნდა გავიხსენო კონკია იყო არის თუ არ მახსოვს აუშავს პირად გული არ დამწყებ გადავიკითხო მე დაწოლის წინ ამ ზღაპარს ახლა ეს კარგად ჭირი იქახინია კან კატო იქაფქვილია კან არის ასამი პაკეტი იყო ახლა ძალიან გავერთებ არის საინტერესო რაღაც გავიკე ბევრი კარგი non-fiction-ის იყო product placement-ი ასე ვთქვათ არ ვიცი 7 აქ 1 2 ამას რა 3 4 5 7 8 9 16 სადღაც ხო 16 no არ ვიცი რა ალბათ ნორმალური უკეთესად შემეძლო რაღაცები ან პირველ ეს 3 მინუტზე ამწყდება ჰოლი გრალი უნდა ამეღო და რაღაც 1-2 კითხვაც კიდევ უნდა ამეღო რა დავშვათ რომ 20-მდე რო ვიყავ ვიტყოდი რომ კარგი შედეგი იყო რა იმეც ისე გადავხედა უცხოთ რომელი იყო მე 11 და გამშვიდობებით მე იყო ეს ნორმალური იყო X-ის გამოტოვება მალკოლმი კი ბატონო გრალი და განქორწინება ცოტა პრიმიტიული მეგონა ამასთან დაკავშირებით და ჩენი რაც თქვი მოკლედ მადლობა მშვენიერი პაკეტი იყო ავტორებს ბევრი წაიკითხეს მიშრომეს ამ პაკეტისთვის და იმედია პირველი გაზს ვინც თამაშა იმასაც სასიამოვნო შთაბეჭდება დარჩა შემდეგ ჩაწერაზე შევეცდები უკვე მიკროფონი ვიყიდო, მართლა მომზადებული მოვალ და თუ რამე რთული ტურნირი იქნება, ეხლა ისე არ გამომივიდეს რომ მარტივებსაც ვერ თამაშობ და
რთული რა გინდა, მაგრამ შედარებით რთული თუ იქნება, ის განვიხილო რა და კიდევ მინდა რომ თუ მოხერხდება ერთი მოთამაშიანური მოვიწვიო, რომ ჯგუფის როგორ მიმდინარეობს ეგეც გამოჩნდეს ან ავტორი რომ მოვიწვიო, რომ იმასთან ერთად განვიხილო რა, ეგეც საინტერესო იქნება. ხო რა გაჩნდა ჩემ მოცლის დონესაც. მოკლედ კარგი საღამო და იმედია ნორმალური ან საყურებელი იქნება. კიდევ ერთხელ დროებით.